საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მამაშვილის ნოდარ და კახა ხინველების პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ნოდარ ხინველმა ექსპოზიციაზე გიორგი ლეონიძის, ნოდარ დუმბაძის, ეგნატე ნინოშვილის და სხვა ქართველი მწერლების წიგნების ილუსტრაციები წარმოადგენა. აქვე იყო სატელევიზიო დეკორაციების ესკიზებიც. კახა ხინველმა კი გამოფენაზე ბოლო 1 წლის მანძილზე შექმნილი პორტრეტები და თემატური კომპოზიციები გაიტანა. აი ამ პორტრეტებში თიკოს პორტრეტი ნამდვილად შეიძლება რომ ყოფილიყო. ხო, აი მე დარწმუნებული ვარ ამ ნიუსზე წავიდა თიკო თავიდან დაგეგმილი ჰქონდა, რომ უნდა ყოფილიყო დაახლოებით 120 ნამუშევარი, ნახევარზე. ამან ჩემის ნამუშევრები საერთოდ არ ყოფილა გამოფენილი ესე მასიურად და პერსონალური არც ქონია და ამიტომ დავთმესავით რა, მე ჩემი ნამუშევრები შევაჩერე, ჩემ ნამუშევრებზე მუშაობა და გადავერთე სულ ამის სამზადისში და ახლა გამოვიდა ისე, რომ 70% მამის ნამუშევრებია გამოფენილი და ჩემი ნაწილი ძველიც არის და რაღაც გარკვეული ნაწილი არის ახალი ნამუშევრებიც. ძალიან შრომელი კაცი, ნიჭიერი კაცი, ყველა ქართველი ესე ვარ ჩვენ. პრეტენზია გვაქვს, რომ ნიჭიერები ვართ, აუცილებლად ნიჭიერები ვართ. შრომის უნარიანობა ცოტა დეფიციტია. აი კახას შემთხვევაში, საოცარი შრომის უნარიანი კაცია. 2 სიტყვა მინდა კიდევ თქვა მამამისზე, იმიტომ რომ მამამისი, ეს საოცარი შემოქმედება არის, მეც მახსოვს მამამისი, რა თქმა უნდა.